მოგესალმებით, მე გახლავართ პროფესორი სვართმან ჯაფარიძე, უროლოგი. ეს გვექნება საუბარი პროსტატის კიბოს შესახებ. სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია პროსტატის კიბო მამაკაცებში. მარტო ის ფაქტი, რომ ევროპაში ყოველ წელს ფიქსირდება 850,000 შემთხვევა პროსტატის პირველადი დიაგნოსტიკის. ეს უკვე მეტად საყურადღებო ფაქტორად ითვლება. ამერიკაში, შეერთებულ შტატებში, ევროპის ჩრდილო ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში შედარებით უფრო ნაკლებად ხდება. თვითონ ნიშნების თვალსაზრისით, სამწუხაროდ საწყის სტადიებში პროსტატის კიბო ძალიან ნაკლებად ვლინდება. თუ დაეწყო ხშირი შარდვა, როგორც დღისით ისე ღამის საათებში, შარდის ნაკადის სისუსტე, ზოგჯერ წვა შარდვის დროს, უნდა მიექცეს ყურადღება. ეს ნიშნები შეიძლება პროსტატის კიბოსაც ახასიათებდეს, შეიძლება კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასაც, ეგრეთ წოდებულ ადენომას პროსტატის და შეიძლება პროსტატის ანთებებსაც ახასიათებს. რაც შეეხება სადიაგნოსტიკო ფაქტორებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ პირველ ადგილს იკავებს პაციენტის დასინჯვა სწორი ნაწლავიდან. 15-25%-ში აღმოჩნდება ხოლმე კიბოს შემთხვევები. ცნობილია, რომ კიბოს უჯრედები ვითარდება პროსტატის პერიფერიულ ნაწილში. ძალიან ფართოდ გავრცელებულია სისხლში პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა. მიჩნეულია, რომ 2-დან მაქსიმუმ 4-მდე შეიძლება ჩაითვალოს ნორმად. თუ 4-ზე მეტია და 10-მდე არის, ასეთ შემთხვევაში ეჭვი უნდა მივიტანოთ პროსტატის კიბოს შემთხვევები, ხოლო თუ 10-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში თითქმის 60-70% შემთხვევებში აღმოჩნდება ხოლმე პროსტატის კიბო. პროსტატ სპეციფიური ანტიგენის მატება შეიძლება აღმოჩნდეს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, ადენომის დროს, ასევე პროსტატიტების დროსაც. როდესაც პროსტატ სპეციფიური ანტიგენი 2-ზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაშიც მაინც უნდა გამოიკვლიოთ შემდგომ ეტაპზე, რომ არ გამოგვჩეს პროსტატის კიბოს არსებობა. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, პროსტატის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და პროსტატის მიკროეხოსკოპიის ჩატარება. თუ აღმოჩნდება საეჭვო ცუდა თუ მცირესი ზომის კერა, აუცილებელია შემდგომ ბიოპსიის ჩატარება, ამ ბიოპსიის პათომორფოლოგიური შესწავლა მოგვცემს საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას. რა ითვლება ხელშემწყობ ფაქტორებად? არსებობს ასეთი აზრი, რომ საკვებ რაციონში ცხოველური ცხიმის ჭარბი არსებობა ხელშემწყობ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს. ან სისხლში E ვიტამინის ნაკლებობა. ყველაზე უტყუარი და უკვე დამტკიცებულია მემკვიდრეობითი ფაქტორი. რაც შეეხება მკურნალობას, დასაწყის სტადიაში ოპერაციულ მკურნალობას არ დაჭირდეთ. გააჩნია რა ფორმა თანაგვაქვს საქმე, შეიძლება ჰორმონული თერაპიაც იყოს საკმარისი. ან ოპერაციული მკურნალობა შემდგომ ჰორმონულ თერაპიასთან ერთად, ან და რადიკალური პროსტატექტომია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროსტატიდან უკვე შეიძლება იყოს შეზრდილი შარდის ბუშტის ყელში, სათესლე ბუშტუკებში, ლიმფურ კვანძებში, შეიძლება შორეული მეტასტაზებიც აღმოჩნდეს ძვლებში, მაგალითად, ღვიძლში, ფილტვებში. პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიებში მკურნალობა განკურნებულად შეიძლება ჩაითვალოს. მადლობთ ყურადღებისთვის.